მოგზაურობდა. განაცხადეთ გამოშვებას პრემიერ-მინისტრის სასჯელ აღსრულების პრობაციის სადევრედიული დახმარების მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასჯელ აღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემების აღმოფხვრაზე, სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე და მისი ახალი კადრებით დაკომპლექტებაზე. ივანე მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ დაზოგავს არც ფინანსურს და არც ადამიანურ რესურსს, რათა მოხდეს პენიტენციალურ სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეფორმირება. შესაძლებლობა და არაერთ თავისუფლება აღკვეცილ პირს და უშუალოდ ჩვენ არ ზოგავთ არც ერთ რესურსს, რომელიც ჩვენ ხელისფერს გააჩნია დაწყებული ფულადი მატერიალური, ამავე დროს ადამიანური რესურსებით. დღეს პატრული არის თქვენ განკარგულებაში და თქმა უნდა საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში არავის აღარ გაუჩნდეს მომავალშიც ეჭვი, რომ ადამიანი, რომელიც არის საჯარიმო დაწესებულებაში, მის უთხოვებას, მის უფლებებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ეს უნდა გავაკეთოთ. როგორ არის სიტუაცია ციხეებში იქნებ მოკლედ? დღეს დილიდან პირადად მე ვიყავი დანის დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, რომ მაქვს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რა სიტუაციაა ყველა დაწესებულებაში, არის სრული სიმშვიდე. არანაირ არეულობას არსად ადგილი არ ქონია, ასევე რეალურად უზრუნველყოფილია ისიც, რომ არც ერთი პატიმარი, თქვათ, არ განიცდიდეს რაიმე სახის ზეწოლას ან რაიმე სახის უფლებადარღვევას ადმინისტრაციის მხრიდან. დღეს ჩვენ საუბრობთ სასწრაფოდ დავიწყებთ ახალი ხალხით პენიტენციალურ სისტემის დაკომპლექტებას, გავხდით ხელფასებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ ამ სამსახურში შეიძლება უფრო ნორმალური და კვალიფიციური ხალხი მოვიზიდოთ. ერთბაშად ყველაფერი არ მოხდება, თუმცა ცხადია, რომ პირველ რიგში სისტემა დაექვემდებარება სულ გაწმენდას ამ წარსული კადრებისგან. დღეს მე მქონდა შეხვედრა ყველა დაწესებულების დირექტორებთან, ვისაუბრეთ მათთან მთელ რიგ საკითხებზე, ჩვენგან მიიღეს უშუალოდ მითითებები, თუ რა უნდა გააკეთონ. ასე რომ ჩვენ ალბათ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კიდევაც თანამშრომლების მიღებას, სასწრაფოდ უნდა შეივსოს ის რესურსი, ვინაიდან დანაკლისი გვაქვს ძალიან ბევრი დაწესებულებებში, გვაკლია გარკვეული თანამშრომლები, თუმცა რა თქმა უნდა, იმდენი თანამშრომელი ყველგან შენარჩუნებულია, რომ ციხეებში ნორმალური სიტუაცია იყოს უზრუნველყოფილი. ყველა სერვისი მუშაობს თავიდან ბოლომდე. გუშინ იყო რაღაც დეზინფორმაციის გავრცელების ცდილობა, რომ ვითომ დაწესებულებებში სასწრაფოები შევიდა, გაყავთ ნაცემი პატიმრები, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ცდილობა იმისა, რომ რაღაც დაიძაბოს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, ჩემი მითითება იყო, რომ დანის სამკურნალო დაწესებულებიდან გაეყვანათ ის პატიმრები, ვისაც ჭირდებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში გარეთ გასვლა. 2000-მდე ადამიანმა უკვე ისარგებლა პაემნის უფლებით, სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს დაწესებულება. ეხლა კიდევ ვაპირებთ უფრო გავაფართოვოთ, ასე ვთქვათ, პაემნების ჩატარების შესაძლებლობა დავამატოთ ხალხი. მე პირადად ვესაუბრე ასევე არაერთ თავისუფლება აღკვეცილ პირს და უშუალოდ დაადასტურეს, რომ ბოლო დღეებია მათ მიმართ არანაირ პრობლემას ადგილი არ ქონია და წარსულში კი იყო ფაქტები, მაგრამ დღეს დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. თავისთავად ცხადია ხა, როდესაც დაწესებულებაში შესული იყო 2000-მდე ადამიანი ნახა საკუთარი ოჯახის წევრები და არც ერთს მე აღარ გამოუთქვავს არანაირი პრეტენზია, ვთქვათ, იგივე სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ დაწესებულებაში არის სრულიად ნორმალური სიტუაცია. ეს არ ეხება მარტო გლდანს, ანალოგიური სურათია სხვა დაწესებულებებშიც ყველგან. პაემნების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სატელეფონო საუბრების ასე ვთქვათ, ლიმიტებიც მე მგონი უნდა გაიზარდოს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ გავზარდოთ რესურსებით დახმარება ამ სისტემის, ამ სამინისტროსი. სხვანაირად ჩვენ ვერ მოვიყვანთ მაღალპროფესიულ ახალ კადრებს, ამიტომ მე მზათა ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენს მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო განაკვეთები განვიხილოთ, დავამტკიცოთ, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მომავალ წელს გავზარდოთ